მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2025 წელი ამოცანა ნომერი 38. ერთ წინაღობის გამტარში დენის ძალა იცვლება შემდეგი კანონითო, ესე იგი მოცემული გვაქვს. დენის ძალის დამოკიდებულება დროში შემდეგი სახით იცვლება at კვადრატი, სადაც a მეტი არის 0-ზე. და პირველი ეს არის გვეკითხებიან რა არის a კოეფიციენტის ერთეულების სისტემაშიო. კარგით, მოდით ასე მოვიქცეთ პირველ შემთხვევაში, რადგანაც მოცემულობით დენის ძალა ტოლი არის at კვადრატის. აქედან a ტოლი იქნება i შეფარდებული t კვადრატთან. ერთეულებზე თუ გადავართ, დენის ძალის ერთეული არის ამპერი, ხოლო დროის ერთეული არის წამი. კვადრატში თუ ავიყვანთ, გვექნება წამი კვადრატთან. შესაბამისად, პირველიც ავწეროთ პირველში a ერთეული c-ში ტოლი ყოფილა ამპერი შეფარდებული წამ კვადრატთან. ახლა გადავიდეთ მეორე კითხვაზე. მეორეში ვიკითხებიან განსაზღვროთ t2t დროის შუალედში გამტარში გამოყოფილი სითბოს რაოდენობა. მოდით ჯერ ჩავწეროთ ჯოულენცის კანონი სითბოსთვის. q ტოლი არის i კვადრატ rt-ს. ასე. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დენის ძალა მუდმივი არ არის, დროში იცვლება ასეთი სახით. პარაბოლური დამოკიდებულება გვაქვს. შესაბამისად, მოდი განვიხილოთ დროის შუალედი დელტა t-ში რა დელტა q სითბო გამოიყო. თუმცა ესეც არ არის საკმარისი, საჭირო არის ჯოულენცის კანონის დიფერენციალურ ფორმაში ჩაწერა. თუ გადავართ უსასრულოდ მცირე დროზე, შესაბამისად უსასრულოდ მცირე დროში dt-ში გამოიყოფოდა უსასრულოდ მცირე dt სითბო. კი ბატონო, ახლა მოდით ორივე მხარე ვაინტეგროთ. ორივე მხარის ინტეგრებით. შესაბამის ასოებში 0-დან q-მდე, q', დროც შესაბამისად იცვლება t-დან 2t-მდე, ასე. და აქედან რა გვექნება? ხა dq'-დან ინტეგრალი იქნება q' ჩასმა 0-დან q-მდე. ვიყენებთ ნიუტონ-ლაიბნიცის ფორმულას, ეს ტოლი იქნება i კვადრატი r dt გვაქვს. ხო, ახლა ისთვის რა გვაქვს ჩვენ? ეს იქნება ტოლი ინტეგრალი 0-დან 2t-მდე და t-დან უფრო სწორად ვაცრავად t-დან საზღვრებით 2-დან 2t-მდე. i არის at კვადრატი, შესაბამისად აქ გვექნება a ის მაგივრად at კვადრატს თუ შევიტანთ, at კვადრატი კიდე კვადრატშიავა r dt. და r წინაღობა მუდმივი არის, შეგვიძლია ნიშნის გარეთ გავიტანოთ, შესაბამისად ტოლი იქნება ეს r. აქედან a კვადრატს მოგცემს, აი ეს კვადრატში რო ავიყვანთ. ეგეც მუდმივი არის და ინტეგრალს ნიშნის გავიტანოთ, მოდით ეს. და რაც შეგვიძლია დაგვრჩება შიგნით? შიგნით დაგვრჩება ინტეგრალი t-დან 2t-მდე t ხარისხად 4 dt. და ეს ინტეგრალი ელემენტარული ცხრილის ინტეგრალია. თუ გავიხსენებთ ინტეგრალი t ხარისხად n-დან dt, ეს ტოლი არის t ხარისხად n+1 შეფარდებული n+1-თან, კიდე ამას დამატებული გამოსაზღვრელი მუდმივა. თუმცა ახლა n-ის როლში 4 გვაქვს, ხო? შესაბამისად ეს ტოლი იქნება r a კვადრატი t ხარისხად n-ის მაგივრად 4 უნდა ჩავსვათ, ესე იგი 4+1 გვექნება, ესე იგი 5 ზემოთ. და ქვემოთაც 4+1, ანუ აქაც 5 უნდა დავწეროთ. და ანალოგიურად აქაც ჩასმა t-დან 2t-მდე. ეს ტოლი იქნება. ის ტოლი იქნება, მოდით r a კვადრატი შეფარდებული 5-თან დავწეროთ. ეხლა t ხარისხად 5-ის მაგივრად 2t უნდა ჩავსვათ, ხო? შესაბამისად რა გვექნება? ესე იგი 2 ხარისხად 5 არის 32. ესე იგი 32 t ხარისხად 5-ს უნდა კიდე გამოვაკლოთ. ეხლა t ხარისხად მაგივრად t უნდა ჩავსვათ. ესე იგი t ხარისხად 5, ასეთი გამოსახულება მივიღეთ. აქედან რა გამოგვივა, ახლა მოდი შევხედოთ. აქედან ჩვენ გამოგვივიდა, რომ აი ეს უდრის აი ამას, ხო? თავის მხრივ ეს რას უდრის? ეს არის q'-ის მაგივრად უნდა ჩავსვათ q და კიდე გამოვაკლოთ q'-ის მაგივრად 0 უნდა ჩავსვათ. და ეს 0 მოდით არ გავითვალისწინოთ და პირდაპირ q ტოლი გამოგვდის r a კვადრატ მეხუთედი გამრავლებული აი ჭრილში რაც გვიწერია 31 t ხარისხად 5-ზე. 31 t ხარისხად 5-ზე. შესაბამისად საბოლოოდ რომ დავწეროთ მეორეში, აქედან მეორის პასუხი ტოლი ყოფილა q გამოყოფილი სითბოს რაოდენობა. ტოლი არის 31 მეხუთედი a კვადრატ r t ხარისხად 5.